თავდაცვის მინისტრი კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ესტუმრა ლიცეუმის ხელმძღვანელობა მირაკლი ალასანიეს და მიწვეულ სტუმრებს სასწავლებლის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. პრეზენტაციის შემდეგ მინისტრი დეტალურად გაეცნო სამხედრო სასწავლებლის ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებს, დაათვალიერა ყაზარმები, ლაზარეთის სასწავლო აუდიტორიები და სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრი. ლიცეუმის დათვალიერების შემდეგ თავდაცვის მინისტრი პედაგოგებს და კადეტებს შეხვდა და მათთან ერთად ისადილა. ამ დროისათვის ლიცეუმში 291 კადეტი სწავლობს. ლიცეუმში სასწავლო პროცესი განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის და დამატებითი სამხედრო პროგრამის მიხედვით მიმდინარეობს. დღეს მე მართლა სიამაყით ავივსე, როდესაც ვნახე კადეტთა ლიცეუმი ქუთაისში აქ. თვითონ სტატისტიკურადაც აკადემიური მოსწრებით არიან ყველაზე საუკეთესო მოწაფეები და მე მადლობა გადაუხადე კადეტებს იმისთვის, რომ თავიდანვე ესეთ ადრეულ ასაკში გააკეთეს ესეთი სწორი არჩევანი, რომ სამხედრო საქმეს და თავის ქვეყანას ემსახურონ და ჩვენ პედაგოგიური კოლექტივი, ხელმძღვანელობა ამ ლიცეუმის გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მათ ასეთი განათლების პირობები და საშუალებები მივცეთ. ადგილობრივი ხელმძღვანელობა, პედაგოგია განსაკუთრებულად მონდომებული არის ჩვენი ახალგაზრდების აღზრდაში. ახალგაზრდა ბავშვები, ჩვენი ბიჭები მაქსიმალურად მონდომებულები არიან იმისთვის, რომ მიიღონ სამოქალაქო ამავდროულად სამხედრო განათლება და გამოცდილება და ეს არის ის დიდი რესურსი, რომლის ბაზაზეც ჩვენ დავაშინოთ მომავალში ჩვენი შერაული ძალები. ბატონი მინისტრი გაეცნო კადეტთა ცხოვრებას, დაათვალიერა ინფრასტრუქტურა, წარმოუდგინეთ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ბრიფინგი, დაათვალიერა სასწავლო აუდიტორიები, პირადად შეხვდა როგორც კადეტთა, ასე პედაგოგთა და სერჟანტ ინსტრუქტორთა ოფიცერთა პირად შემოქმედება.